მხედრული სალამი ახსენე, მოდი ეგეც მაგაზეც ვილაპარაკოთ. სხვადასხვანაირი მხედრული სალამები მინახავს. მინახავს ესეთი, რა განსხვავებაა? და როგორ უყურებ შენ? რომელი დავიწყოთ ისტორიით. შენთვის მისაღები. დავიწყოთ ისტორიით. ჩემს ყოველთვის მისაღებია ის, რაც მისაღებია უმეტესობისთვის და არის მისაღების სწორი. დავიწყოთ რაღაც პატარა ისტორიით, რომელიც არ ვიცი სიმართლე გითხრა არის თუ არა, მაგრამ ლეგენდა არის ლოგიკური და ესეთი ლეგენდა, რაც არსებობს მხედრული სალამის ისტორიაზე არის შემდეგ რომ როდესაც ორი ქვედანაყოფი ძალიან ძველ დროს მეომრები ცხენებზე იყვნენ და მეთაურები ამხედრებულები ქვედანაყოფი ეს ფილმებში ხო გვაქვს ანახი ერთი ქვედანაყოფი ასეთ ხდება ველზე მეორე აქეთ და მოლაპარაკების პერიოდი ხდება ერთი ხელმძღვანელი ანუ საველე ხელმძღვანელი და მეორე მეთაურთან ხვდებიან ცხენზე სადაც ეს ნეიტრალური ზონა სადაც ჯარისკაცებს არ ესმით ეხლა ანუ კი რაღაც ჯავშნიანი უკან ისრებით გამზადებულები ხო რომ რამე არ მოხდეს მაგრამ ესეც მეომრის და საბრძოლო ტრადიციაა რომ იქ არ უნდა მოხდეს მოხდა რა მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს და ეს ორი მოდი ახლა რეალურად თუ წარმოვიდეთ შენ გახარ იქეთ ქვედანაყოფში მე ვდგავარ აქეთ რაღაც შუბით შენ ხმლით რაღაცა და ჯარისკაცი ხარ რომელიც აი მზად ხარ გააზრებული გაქვს რომ შენ მეთაური რასაც იტყვის დანებდება შედიგდება თუ დაგვიძახებს ჩვენ უნდა გავიქცეთ რა და შენ ხო ზოგია შეზარხოშებული ალკოჰოლით შეიძლება ზოგი რითი ელოდება ამ მომენტს და აი წარმოდეთ ცხენი მიდის ერთი მეორესთან რკინის ხმა ისმის და ჩერდებიან და შენ არ გესმის ხა ისინი რა საუბრობენ მაგრამ იქ რაღაც ისევ ჯარის იუმორსო დაუბრუნდეთ ყველა თავის სახელს არქმევს ზოგი შეიძლება რაღაცა ხო არის ისტორიაში აი მოკლე ადამიანები პატარა ადამიანები ნაპოლეონი ავიღოთ ხო რაღაცა ჯარისკაცები დასცინოდნენ დაუშვათ რაღაც ზედმეტ სახელებს კარგი იუმორით ესე რომ ვთქვათ რა და აი ჯარისკაცები ახმოვანებდნენ ხოლმე რომ დაუშვათ რომ მივიდოთ ახმოვანებდნენ ხო რა ან რაღაც ზოგი და ამ შემთხვევაში როგორ იყოს აი ცხენებით რომ მივიდოდნენ რაღაც ლოგიკურ მანძილზე სახეებს აჩვენებდნენ ანუ ეს წარმოვიდგინე ხო ქონდა მუზარაძე და მუზარაძე ცნობილი ანუ გვინახავს რომ კინა ამ თვალები რომ სახე რო ეჩვენებინა ანუ რომ მივიდოდნენ ესე წევდნენ ამ ესე ვთქვათ ფარს სახეზე და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ როგორც ერთი ასე მეორე და ამ ჯარისკაცები დასცინოდნენ ვითომ მეთაურები იყვნენ და მიდიოდნენ ეს ხო ხტები ვითომ მეთაურები ხდებოდნენ და აი ესეთი ლეგენდა არის რომ წამოვიდა მაგრამ სერიოზული განვითარება პოვა და მხედრულ სალმად ჩამოყალიბდა იმიტომ რომ რაღაც სიმბოლოები ხო დევს ამ ყველაფერს როგორც სიმბოლო. ეხლა რა განსხვავება რატო სხვადასხვანაირად. ხო არა ეხლა მაგალითად აი პოლონელებს აქვს თუ არ ვწდები აი ესე გერმანელებს ზოგი ესია. ხო ანუ ეგ ალბათ უფრო ერთნაირად თუ არ ყოფილიყო და განსხვავებული ყოფილიყო ალბათ მაგის ბრალია მაგალითად ბრიტანელებს აქვს აი შეხტომით ეხლა შეგვიძლია ეგეთ ჩავსვათ აი სხვა საერთოდ ისეთი რო არ იყო მომზადებული შეიძლება შეგეშინდეს იმიტომ რომ ანუ შეიძლება უზარმაზარი კაცი ისე შეხტეს და დაარტყას ფეხი აი პაკისტანელებს აქვს მაგალითად ეგეთი რაღაც საცილო და სხვადასხვა ქვეყნებს მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიდა რომ კულტურა მოდის დასავლური ამერიკული მისალმებით შემოვიფარგლებს. სწორი როგორ არის? სწორი არის რა თქმა უნდა, ანუ შეკრული, ანუ ესე არ უნდა იყოს, შეკრული უნდა იყოს, არ ძალიან ანუ არ უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ გამომწვევი, არც ესე, არც ტყელი, არც აი ესე შეკრული თვით ანუ არც მუჭი, ლამაზად და სასურველი აი ქვემოდან ზემოთ აი როგორც აი შუბი რაც თქვი ამოსვლა რო ესე მოხდეს წარბთან ანუ კეპი რო წარმოვიდგინოთ კეპთან უნდა უსწორდებოდეს არ უნდა იმალებოდეს თვალს არ უნდა იმალებოდეს და ესეთ პირობაში აი ესე ლამაზად ანუ ვისაც როგორ შეუძლია ხა მე მინახავს ზოგი ესე გაჭიმულა ზოგი ესე ზოგს ფიზიკური მონაცემები აქვს ისეთი რომ შეიძლება მაგრამ სწორი არის რაღაც სადად ესე რომ ვთქვათ შეკრული ხელით მიესალმო და რაღაც აი ძალიან ლამაზია აი ზოგი ამ შემთხვევაში მკვეთრი გაჩერება არის და შემდეგ ჩამოწევა
ეს უკვე ინდივიდუალურია, თუმცა ეხლა შენ ინდივიდუალიზმში არ უნდა გადაიყვანო. კიდევ ერთ მე ხო რაღაც ლეგენდებს ვამოწმებ ხოლმე რაც გამიგია და მაგრამ ამასაც გამომოწმებ, გადავამოწმებ. ამ მხედრულ სალამზე ესეთი რამე გამიგია, რომ აი ზოგს ესე იმიტომ აქვს, ანუ აი გასწორებული ხელი, რომ რაღაცა თანასწორობას გულისხმობს, ესე იმიტომ არის, რომ რაღაცა ვერტიკალთან დამორჩილებას გულისხმობს, ესე იმიტომ აქვს, რომ რაღაცა ხელის ხულს აჩვენებს, რომ ცარიელი აქვს და ეგეთი ლეგენდა გამიგია. არ გამიგია სიმართლე გითხრა, ალბათ არ დავინტერესებულ ვარ. ლოგიკურია ეს სამოთ, მაგრამ არ გამართლა არ გამიგია. ანუ რაც დიდი მნიშვნელობა არ მიჭებია, ასე ვთქვათ, რაც მისაღები, ესე ვესალმებოდით ერთმანეთს, რაც ძალიან